მკვლელობა დადიანის ქუჩაზე ღამის კლუბ გვირაბთან დაწყებული კონფლიქტი 14 წლის სალომე მამაცაშვილის სიკვდილით სრულდება. მოზარდ მრავლობითი ჭრილობა გუნკერდის არეში აქვს მიყენებული. სალომე მამაცაშვილი იმავე სკოლის მოსწავლე იყო, სადაც რამდენიმე დღის წინ მოკლული ნიკა ჩაქსელიანი სწავლობდა. გოგონას მკვლელობის დეტალებს დღეს მარი ცარელაშვილი არკვევდა. მე მიდამრჩობ არავინ მეტი არ ამყავს. 14 წლის სალომე მამაცაშვილი დილის 7 საათზე მოკლული დადიანის ქუჩის ერთ-ერთ სადარბაზოში იპოვეს. მას მრავლობითი ჭრილობები სხეულისა და თავის არეში ჰქონდა მიყენებული. იყო აქ ადგილზე მოსული პოლიციელები ემუშავა. იყვნენ. და ნუ რას ამბობენ რა იყო ეს? არაფერი ვეცინორი რა ის. თვითონ ვინმე თუ ნახა გვამი და რა მდგომარეობა. ვიძახიან ხელგამოჭრილი იყო ბედერი. დადიანის ქუჩის 12 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები სამართალდამცველებმა დილიდან დაიწყეს. ეს სააგენტო ინტერპრეს ნიუსის მიერ გადაღებული ფოტოებია. კინოლოგების მიერ შემთხვევის ადგილზე მიყვანილი ძაღლი კვალს გაყვა. კვალი დადიანის ქუჩასთან ახლოს მდებარე ღამის კლუბ გვირაბამდე მივიდა. გუშინ დისკოტეკა იყო, ხმაური მუსიკის ხმა და ყვირილი ისმოდა, თუმცა ზუსტად რა მოხდა ვერ გეტყვით. ინციდენტი გუშინ გვიან ღამით კლუბ გვირაბთან მოხდა. თვითმხილველებმა სალომე ბიჭთან ერთად დაინახეს, როცა მათ შორის შელაპარაკება მოხდა. გოგონას სიკვდილის შესახებ კი უკვე დილით გაიგეს. გამოძიება ჯერჯერობით მხოლოდ ერთადერთ ვერსიაზე მუშაობს. სავარაუდოდ სალომე მამაცაშვილი სექსუალური ძალადობის ნიადაგზე მოკლეს. ძალიან ბევრი ჭრილობა აქვს. აი მე უბრალოდ შევხედე სანამ ჩააცმევდნენ და ეხა გამოვედი, იმიტომ რომ ეხა რო ვიკითხე ექსპერტიზა არ იყო ადგილზე და ვერ ვნახე, ჯერ არ ვიცი. სადაც ხონდა ჭრილობა? უფრო წელზე მოთა ყველაზე ძირითადი ჭრილობა. ძალადობის კვალი ეხა იმდენად არის, ესე იგი ძალიან ბევრი ჭრილობა აქვს. ამიტომ ეხა ძალიან ძნელია რამეზე წინასწარ თქვა. სალომე მამაცაშვილის ცხედარს ექსპერტიზა პირველ კლინიკურ საავადმყოფოს პრეფექტურაში ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით გოგონა დანითა და ვლაგვის საგნით არის მოკლული. დღესვე დაიკითხნენ კლუბ გვირაბის თანამშრომლები, რომლებიც აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან კლუბს კავშირი არ აქვს. დილით გავიკეთეთ, არც კი ვიცოდით, რომ რაღაცა მოხდა. ჩვენ 3 საათზე ჩულები დავიკეთეთ და წავედით სახლებში. ახლა გარეთ რა მოხდა და როგორ მოხდა, ჩვენ ალბათ საქმეს კურსში არ ვართ. აღმოჩნდა კლუბის შიგნით 14 წლის. არ აღმოჩნდა, ფაქტი იმაშიც არის მთელი საქმე და რატო იძახიან, რომ ჩვენთან იყო, იმიტომ რომ 18 წლის ქვემოთ აკრძალულია საერთოდ შემცვლა ღამის საათებში. სალომე დედასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. ის 43 სკოლის მერვე კლასის მოსწავლე იყო. სკოლაში დღეს დირექტორი და სკოლის პედაგოგები შეიკრიბნენ. ისინი მომხდარს ვერაფერს უკავშირებენ. საშინლად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება 13-14 წლის პატარა ბავშვი თხელი გამხდარი გოგონა ასეთი სისასტიკით ვინმე მოკლას. ჯერჯერობით უცნობია მკვლელის ვინაობა. სამართალდამცველები კი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული. რატომ იმატა დანაშაულის რისხმა მოზარდებს შორის და რატომ არ ღვევს სკოლის მოსწავლე კანონს? როდის ირღვევა სკოლებში მოსწავლეების უფლებები და რა ვალდებულებები აქვთ მასწავლებლებს? მთავრობამ მკაცრი ზომების მიღებას გეგმავს. საუბრობენ იმაზეც, გახდება თუ არა საქართველოსთვის მისაღები დიდი ბრიტანეთის მოდელი, სადაც ანტისაზოგადოებრივ ქმედებებს სამოქალაქო ორდერებით ებრძვიან. რჩევები განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან და გენერალური პროკურატურის მკაცრი პოზიცია თეიკო ანჯაფარიძის სიუჟეტში. მოსწავლისა და მასწავლებლის ქცევა სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებულ შინაგან აწესს უნდა შეესაბამებოდეს. სად უნდა გაივლოს ზღვარი უფლებებსა და მოვალეობებს შორის საქართველოს თითქმის ყველა სკოლას ფურცელზე უკვე გაწერილი აქვს. 24 საჯარო სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები შინაგან აწესს ერთად ადგენენ. ერთმანეთისთვის მისაღებ თავისუფლები, რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ, თუმცა ზომიერების ფარგლებში. და მიუღებელ თვისებებზე ხმამაღლა საუბრობენ. ხანდახან რომ მოუწოდებ ძილობისკენ, წესრიგისკენ, რაღაც ისეთ მათ თვალებში, ზოგიერთის თვალებში, რაღაც ისეთ უნდობლობას, რაღაც ისეთ ცინიზმსაც კი შეამჩნევ, რაც ერთობ დამაფიქრებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2004 წლიდან დღემდე არასრულწლოვნებში დანაშაულის ზრდა შეიმჩნევა. 2004 წელს მოზარდების მიერ ჩადენილი 7 განზრახ მკვლელობა დაფიქსირდა. 2005-ში 5, 2006-ში 10, წელს კი უკვე 5 მკვლელობა მოხდა. ფსიქოლოგები დანაშაულის ზრდას აგრესიის ზრდას უკავშირებენ. ეს რეალურად არის საზოგადოების პრობლემა. არა მხოლოდ ერთი სისტემის პრობლემა, მთლიანად საზოგადოების პრობლემა, ამიტომ სხვადასხვა კუთხიდან არის საჭირო ამაზე მუშაობა და ამაზე მუშაობა უნდა დავიწყოთ და აუცილებლად უნდა იყოს სტატისტიკა ამაში ჩართული, ანუ უნდა შეფასდეს რა პროცენტია და რა ტიპის აგრესია საქართველოში.
გენერალური პროკურატურა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ანტისოციალური ქმედებების წინააღმდეგ კანონპროექტს ამუშავებს. ანალოგიური კანონპროექტი დიდ ბრიტანეთში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც წესრიგის დამყარებას სამოქალაქო ორდერებით ცდილობენ. მოზარდ შეიძლება შეეზღუდოს გარკვეული ქცევა, მაგალითად აეკრძალოს კონკრეტულ საათებში ქუჩაში გამოსვლა, საღამო საათები იგულისხმება, კონკრეტულ დაწესებულებებში მისვლა, მაგალითად, ბარში ან მაღაზიაში, სადაც სპირტიანი სასმელი იყიდება და ასე შემდეგ. ორდერი შეიძლება 10 წლის მოზარდზეც გაიცეს. კანონპროექტში ყურადღება სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაზეცაა გამახვილებული. თუ მასწავლებელი აშკარად უგულისხმობთ და გულგრილად ეკიდება სკოლაში მიმდინარე მოვლენებს და გამოხატავს მტკიცე პოზიციას, რომ ის არის თანამშრომელი სამართალდამცავ ორგანოებთან, ამან შეიძლება კრიმინალურ შემადგენლობაც მოქცეს. დიანა სანიკიძე 33 წელია მათემატიკას ასწავლის. ამბობს, რომ მასწავლებლის პასუხისმგებლობა დიდია, უფლებები კი მცირე. ჩვენ საკმაოდ ჩამორთმეული გვაქვს უფლებები იმისა, რომ მოსწავლე ან შევამოწმოთ, ან რას აკეთებს ის, რას საქმიანობს, გარდა იმისა, რომ მე გაკვეთილზე ჩემ გაკვეთილს მე ვარ ბატო პატრონი. დიანა სანიკიძის აზრს სხვა მასწავლებლებიც ეთანხმებიან და მოვალეობებსა და ვალდებულებების ზრდაზე საუბრობენ. როდესაც მასწავლებლებს მოეთხოვება, რომ ბავშვი იყოს აბსოლუტურად გაკონტროლებული, რა თქმა უნდა, ეს უნდა ჯერ ოჯახიდან წარმოვიდეს გაკონტროლებული. ბავშვს უნდა კონდეს ხათრი და არა შიში, ჩემი აზრით, მასწავლებლის და ამ დროს უფრო კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდება. პროგრამა უსაფრთხო სკოლების სკოლებში ცივი იარაღის ამოღების მიზნით შემოწმებები ტარდება. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც შემოწმების დროს მასწავლებლებმა მოსწავლეების იარაღი დამალეს. ყველაფერს რა თქმა უნდა ჭირდება ზღვარი და ყოველთვის პედაგოგს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ის მოსწავლესთან წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტს. 51 საჯარო სკოლის გარე პერიმეტრი კამერების საშუალებით კონტროლდება. მალე აქ შემოსული ყველა მოსწავლე შემოწმებასაც გაივლის. ახალი პროგრამის ფარგლებში ვიდეო თვალის დამონტაჟება საკლასო ოთახებშიც იგეგმება. 51 სკოლის მსგავსად მალე თბილისის ყველა სკოლაში ვიდეო თვალის დამონტაჟდება და დეტექტორით დაიგეგმება. იგეგმება საზოგადოებრივი მუშაობის ჩატარებაც. კონდეს ყველა კლასის მშობლის, მოსწავლის, ყველა მასწავლებლის ტელეფონები იმ შემთხვევაში, რომ დაგვიანების, ან სკოლიდან დაგვიანების, ან სხვა შემთხვევაში ჩვენ დავამყაროთ ერთმანეთთან კონტაქტი და გავუზიაროთ ერთმანეთს სხვა ინფორმაცია. ვიყოთ ერთმანეთთან გულახდილები. მასწავლებლის უფლებები და მოვალეობები მასწავლებლის პროფესიული ეთიკის და პროფესიული სტანდარტის პროექტშიცაა ასახული. ფრაგმენტი მასწავლებლის პროფესიული ეთიკის დოკუმენტიდან. ინდივიდუალური თუ კოლექტიური პრობლემის წამოჭრისას მასწავლებელმა უნდა ეძიოს პრობლემის გადაჭრის გზები შესაბამისი პროცედურული ნორმების გათვალისწინებით. მასწავლებელი პირველ რიგში ნიშნავს ზნეობის, სიკეთის სწავლებას. ჩვენი სკოლები არ არსებობს იმისთვის, რომ მხოლოდ ფიზიკა, ისტორია, ლიტერატურა ასწავლონ ბავშვებს. პირველ რიგში ჩვენ უნდა აღზარდოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები. ანტისოციალური ქმედების კანონს პარლამენტის სავარაუდოდ გაზაფხულის სესიაზე განიხილავს.